ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოში სომხეთის ელჩი იმყოფებოდა. შეხვედრა გაიმართა რექტორთან, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში რეგიონში პარტნიორობის გაღრმავებაზე. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას. ჩვენ გავაცანით მას ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე შინაარსობრივი ნაწილი, ასევე ჩვენი პროგრამული კომპონენტი. განხილული იქნა ჩვენი შესაძლო თანამშრომლობა რეგიონალურ ჭრილში, ეს არის აკადემიური სამეცნიერო პროგრამები, მათ შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევები. ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ არის დიდი და მზარდი, ის ყოველწლიურად და ყოველთვიურად იზრდება. ამას მოწმობს ასევე დღევანდელი ვიზიტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყალიბდება არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ რეგიონის დონეზე, სამეცნიერო, აკადემიურ და კულტურულ ცენტრად. ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ვარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უნივერსიტეტია, დიდი ცნობადობით გამოირჩევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე და დიდი ღვაწლიც აქვს. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართულია გერმანული მხარე. მე მადლობას ვუხდი რექტორს ასეთი თბილი შეხვედრისთვის. მე მგონია, რომ უნივერსიტეტი არის ისეთი მნიშვნელოვანი ოჯახი, რომელიც არა მხოლოდ ასწავლის სტუდენტებს, ქმნის ჩვენს ნათელ მომავალს. დიდი სიამოვნებით შევხვდები სტუდენტებს და თუ საშუალება მომეცემა სტუდენტებსაც ლექციას სიამოვნებით წავუკითხავ. ვთვლი, რომ აქ მშობლიურ გარემოში ვარ, რადგან ჩემი სპეციალობა ფიზიკა, მათემატიკაა, ხოლო თქვენს უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებები ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.